მინდა გასწავლოთ წვრილი ზონრების გაკეთება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც საჰაერო პეტლი, ჰაეროვანი პეტლი, ან თუნდაც სარაფნის ბრეტელები. აი, ავიღებთ ირიბადაჭრილ ქსოვილს. ირიბადაჭრილი ალბათ იცით, რომ იჭრება 45 გრადუსიანი კუთხის დაქანებით. მარჯვნიდან მარცხნივ, ქვემოდან ზემოთ, რომ კარგად გამოვიდეს და არანაირი ნაფენები არ გაიკეთოს. ეხლა ამ ეტაპზე მე მჭირდება ძალიან მოკლე და ამიტომ გამოვიყენე ეს პატარა ნაჭერი, დავამაგრებ ნემსით და ძაფით, დავამაგრებ ერთ ადგილზე. ასე. ცოტა მიჭირს გადაღება, ვინაიდან თვითონ კამერა მე თვითონ მიჭირავს ხელში. წაღმა მხრიდან ძაფს, რომელიც დამაგრებული გვაქვს, გადმოვიტან წაღმა მხარეს, ისე გავკეცავ ქსოვილს და ამ ჩვენს ძაფს მოვახვედრებთ აი ასე. თათში დავამაგრებთ ცოტა სადღაც 9 სანტიმეტრის გვირისტი შეიძლება გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ამ ძაფსაც გამოვწევთ და ის ჩვენი ძაფი ხვდება იმ ჩვენს ქსოვილში. ასეთია ჩვენი წვრილი კანტის. მივაჭრით ახლოს ალბათ ხედავთ სადღაც 9 სანტიმეტრიანი გვირისტი დავარტყით და 3 სანტიმეტრზე შეიძლება მივაჭრათ. ძაფს ნელა-ნელა გამოვქაჩავთ. თანდათან უნდა მოვახდინოთ გამოცრომა, აი იქ იმედია გამომივა. ცოტა მისრიალებს. პირველი თუ მოედო აუცილებლად წამოვა, მოდი მივეხმაროთ. მივეხმაროთ ამ ინსტრუმენტით, აი ასე, ახლა გამოვქაჩოთ, აი. ძაფი რომ არ გაწყდეს, ფრთხილად ვაკეთებ. აი, წამოვიდა, აი, ნახეთ როგორ წამოვიდა. აი, როგორ წამოვიდა. ნახეთ. შეიძლება აბრეშუმით გააკეთოთ, გააჩნია. რისთვის გჭირდებათ? აბრეშუმი ძალიან კარგად გადმობრუნდება ხოლმე, იმიტომ რომ თვითონ სრიალა არის აბრეშუმი, ატლასი და ეს კიდე ჯინსია და ცოტა გაუჭირდა, არ გასრიალდა ისე მარტივად. ესეთ ჩვენი ჰაეროვანი საღილე, აი როგორია. ეს არის ჩვენი სახილე.